თუ როგორ მოვძილოთ ცომი ჩავყაროთ 3 თეფში ქვილი სამი ჩაყარე 1 კილო უნდა იყოს 3 1 კილო 50 გრამი ჩავყარეთ ესე იგი ამაში 1 კილო ქვილი ჩავყარეთ ჩვენს ჯამში ამ დროს ჩვენ გაზზე გვაქვს დადებული ეს კარაქი რომ გავადნოთ მანამდე კი მოვიმარჯვოთ ოდნავ მარილი მოვაყაროთ გემოვნებით ცოტა მეტი და შიგნით ჩავყაროთ საფუარი აი ასეთი უნდა გავაგვირვიდეს წესით ამ შემდეგ ჩვენ უნდა ავიღოთ ზეთი და დანით ესე მოვურიოთ ჩვენი საკადა ესეთი აქ უნდა შეგადავინახოთ ამ დროს გაცხელებული წყალი უნდა ჩავასხათ აქ შემდეგ კი ხელით ასე ჯერ ნელა უნდა მოვურიოთ და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ გამოღრუტნით ადგილს უნდა ჩავასხათ აი ეს დაახლოებით ასეთი გამოგვივა სულზეც უნდა მივხვდეთ ალბათ კომიკეთდება ახლა ჩვენ თან მოურევ და ალბათ თანზე ჩავუმატებთ არა? თანზე ჩავუმატებთ. ზეთ ჩავუმატებთ და შეიძლება არც ბევრი და არც ძალიან ცოტა საშუალო გრამების ჩავუმატოთ ცოტა ოდნავ ესეთი ადუღებული წყალი. ჩვეულებრივი ცევი წყალიც ჩავუმატოთ და ვურიოთ. ავიღოთ კიდევ ერთი წყალი და ცივი და ცხელი, ოდნავ ცხელი ერთმანეთში შევურიოთ და ჩავასხათ ჩვენს გასაკეთებელ ცომში. ამ დროს ჩვენი ასეთი ის ხდება არის ასეთი. შემდეგ ოდნავ კიდევ წყალს ვუმატებთ. რაც კი ჩარჩენილი, ანუ იმას ბოლომდე არ ვასხამ და დარჩენილს მერე შუაში ვარჭავ, ხო? ცომს ვზილავ ახლა, რამდენი დამჭირდება არ ვიცი, მე შეიძლება კიდე დამჭირდეს. შეიძლება წყალი კიდე დაგჭირდეს, მაგრამ ჩვენ ხელით უნდა ვურიოთ ესა და წყალს ნელ-ნელა ჩავუმატებთ. ნელთბილი წყალია, ასე ვთქვათ. ზეთი ჩავასხით და ალბათ აღარ გვჭირდება. ზეთი აღარ გვჭირდება, ამიტომ გავაგრძელოთ ჩვენი ცომის ზელვა. ეს დაახლოებით ამდენ ხანს შეიძლება ეს ცომი ამოიზილოს. ეხლა სითბოსთან რომ დადებთ, უნდა ჩავზილოთ 3-ჯერ, ანუ რო ამოვა, 3-ჯერ უნდა ამოვიდეს. ამოვა, ჩავზილავთ. ამოვა, კიდევ ჩავზილავთ და ამოვა და მესამეჯერ რომ ამოვა, უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ. ცომით, ხაჭაპური შეგვიძლია პიცაც გავაკეთოთ, ხო? ყველაფერი შეიძლება ცომით, ხო? ჩვეულებრივი ცომია. ამ ცომით გამოვა 4 ხაჭაპური. 3 დიდი, ან 4 საშუალო. უფრო ჯობია რაღაც 3 დიდი გავაკეთოთ, არა? ჩვენ ამას ვნახავთ ახლა რამდენს გავაკეთებთ. თავარია გვეყოს ცომი, ხო?
კი. აი ამას რაღაც იმის შემოდეგ, რაც ჩვენ სანამ ამას ამოვიყვანთ, მანამდე უნდა ვზილოთ და ვზილოთ. თუ ხელებს შეგვიძლია ხრიკს გასწავლით დანით ესე, ჩვენ მზარეული ესე. კიდევ თქვენ არამედ ხელით, არამედ კობზით არა, მაგრამ სპეციალურ საფრთხებით შეგვიძლიათ მოურიოთ, არა? თუ მხოლოდ ხელით შეიძლება ლევა? არა, ცომი ხელით იზრდება. ცომი ხელით იზრდება. ასე გვეუბნება ჩვენი მზარეული. როგორც იქნა ჩვენმა მზარეულმა ხელები გაიწმინდა და აი უყურეთ, აი ასეთი უნდა იყოს დაახლოებით ჩვენი ცომი, ჯერჯერობით.